სახლიდან ვიდეო кайხანი არ ჩამიწერია. მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ ცოტა, გადავწყვეტე რომ გამეცოცხლებინა ის ვიდეო კონტენტი, რომლითაც იდეაში ხალხმა გამიცნო. ეს არის ის კონტენტი, რასაც ვაკეთებდი თვენატუსზე. ანუ ეს იყო პოპკულტურა, ფილმები, თამაშები. ხო და სწორედ ესეთი კონტენტი იქნება დღესდღეობით ამ არხზე. ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ არ შეიძლება რაღაც სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა იქნება 10 ფილმი, რომელსაც 2025 წელს უნდა ელოდე. 10 ფილმი არის, რომელიც მე დავალაგე უბრალოდ ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ფილმები სანახავად. ძირითადად მაინც ბლოკბასტერები არის, რაღაც ინდი ფილმებზე არ მაქვს აქ საუბარი, ანუ არის ჰოლივუდური დიდ ბიუჯეტიანი ფილმები, რომელსაც აუცილებლად ვნახავ კინოთეატრში და ალბათ თქვენც წახვალთ და უყურებთ, იმიტომ რომ არ გასამაზი რაღაცეები არის. მოკლედ, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე დავიწყოთ მე-10 ადგილით. მე-10 ადგილზე ჩავსვი ავატარი, Fire and Ash. ეს ფილმი იქნება ლურწიტებზე რო არის ფილმი რა. აი, მაგის მესამე ნაწილი. ჯეიმს კამერონის ავატარის მესამე ნაწილი, სადაც როგორც ვიცით, უნდა გამოჩნდეს ახალი სექტა, ცეცხლის სექტანტები. მეორე ნაწილში, როგორც წყლის ხალხი იყო, ეგეთ ნავი ტიპებს ვიპოვით, სადაც ცეცხლის ხალხი იქნება და უბრალოდ ბოროტები იქნებიან. რა მოხდება, როგორ მოხდება, არ ვიცით, მხოლოდ ვიცით ეს. ამიტომაც არის მე-10 ადგილზე. გადავიდეთ მე-9 ადგილზე. Tron Ares. ხო, აი, Tron-ის მესამე ფილმი. რაღაც ესე აიწყო რომ მე-10 და მე-9 ადგილი მესამე ფილმები არის. მესამე ფილმიც, როგორც მიხვდებით, ისევ და ისევ Tron-ის სამყაროში ხდება. ისევ იმ სამყაროში, სადაც Jeff Bridges-ის Kevin Flynn-ი იყო, მაგრამ მთავარ როლში Jeff Bridges-ი არ უნდა იყოს, რამდენადაც ვიცით. მთავარ როლში იქნება Jared Leto, რომელიც თამაშობს Ares. კომპიუტერულ პროგრამას, რომელსაც უნდა რეალურ ცხოვრებაში გადმოსვლა და რას გააკეთებს არ ვიცით. ანუ მეტი არაფერი არ ვიცით. გარდა იმისა, რომ Ares უნდა რეალურ ცხოვრებაში გადმოსვლა. Ares-ი არის კომპიუტერული პროგრამა, AI, რაც კი არის დაარქვით და რეალურ ცხოვრებაში რაღაც გაკეთება უნდა. ერთ-ერთი რაც გვაქვს არის ფოტო. მეტი არაფერი. არა და გადაღებები მაინც შემორჩა შარშან. ხო, Jared Leto-სთან ერთად ასევე ამ ფილმში თამაშობს Evan Peters-ი, Quicksilver-ს თამაშობს X-Men-ებში ოღონდ, აი სწრაფი რო არის და არა ის რო ხდება. და Kevin Flynn-ის როლს, როგორც თქვი უკვე დაუბრუნდება Jeff Bridges-ი. ნახოთ რა იქნება რა. მაგრამ ამ ლისტზე აუცილებლად უნდა მოხდეს იმის გამო, რომ პირველი ორი ფილმი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ხო, ველოდები. კინაღამ დამოვიწყდა. ფილმის საუნდტრეკებს Nine Inch Nails-ი წერს. Trent Reznor-ი ოსკაროსანი არის და იმედია ამ ფილმშიც კიდე ერთ შედევრს შემოთავაზებს. იმედია არა დარწმუნებული ვარ, რომ შედევრი იქნება აქ. მოკლედ, მერვე ადგილზე გავიდა ბალერინა. გავიდა რა, გავიყვანე ბალერინა. ეს არის John Wick-ის სამყაროში სხვა ფილმი. ანუ John Wick-ის მესამე და მეოთხე ფილმებს შორის ხდება რაღაც მოქმედება, სადაც ანა დე არმასი თამაშობს ბალერინას, აი ეს რო რუსკა რომა რო არის, რა ის ბელორუსები რო არიან, საიდან John Wick-ი არის, აი ის მოხუცი ქალი რო იჩითება ბალერინებს რო ამეცადინებს, აი მაგათ შორის ერთ-ერთ ბალერინაზე არის მთელი ისტორია აგებული. ხო, მთავარ როლში ანა დე არმასი არის, როგორც თქვი, და ასევე შევხვდებით Norman Reedus. აი Walking Dead-ში Daryl-ს რო თამაშობს. ფილმში ასევე ეპიზოდ როლს შეასრულებენ Keanu Reeves-ი, დაუბრუნდება როგორც John Wick-ი, რაც ტრეილერში ჩანს რომ გადაკვეთა ექნებათ. ისევე როგორც დაბრუნდება Ian McShane-ი, Angelica Houston-ი და Lance Reddick-ი. ნუ Lance Reddick-ი კი გარდაცვლილი არის, მაგრამ post-mortem ბოლო როლი არის მისთვის ეს. ანუ ბოლო როლი არის, რომელიც post-mortem ფილმში არის. ანუ გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდება ბოლოჯერ კინოეკრანებზე. ხო. ველოდები ამ ფილმსაც და ესეც ჩემ ფულს აიღებს. მე-7 ადგილზე ესეთი ფილმი დავაყენე, რომელზეც ალბათ ზოგიერთი თქვენგანი იტყვით ეს როგორ დააყენე ამაცე ზევითო. მაგრამ ჩემი ლისტი არის და რასაც მინდა იმას ვიზავ. ასე რომ მე-7 ადგილზე გავიდა Karate Kid Legends. Ralph Macchio's ეს ორიგინალი Karate Kid-ი ხვდება Jackie Chan-ის პერსონაჟს, რომელსაც მოჰყავს ახალი კარატე ბიჭუნა ამასთან რომ Mr. Miyagi-ს სწავლებები გაუზიარონ. მოკლედ ტრეილერი ისე არის დაჭრილი, რომ დიდად ინფორმაციას არაფერს არ გვაძლევს, გარდა იმისა, რომ Mr. Miyagi რასაც ასწავლიდა, ანუ ეს ჟაკეტის ჩაცმას და გახსნას, გახდას უფრო სწორად, მაგას ასწავლიან კუნფუს ტაძარში, ჩინეთში.
არა და მიაგი იაპონელი არის და მთელი კარატეც იაპონური საბრძოლო ხელოვნება არის. ხო, თან როგორც გვახსოვს ჯეკი ჩანის პერსონაჟი კუნფუს ასწავლიდა და არა კარატეს, მაგრამ კარატე კიდე ერქვა მაინც. მოკლედ არ ვიცი რა როგორ დავაგდება, მაგრამ ხო, ანუ ჩემში ძალიან დიდი ნოსტალგია გამოიწვია ამ ფილმმა, თან ჯეკი ჩანი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი არის. ხო, მოკლედ ეგ არის და ეგ, ამიტომ ჩემთვის ძალიან სენტიმენტალური ფილმი იქნება ეს. მე-7 ადგილზე ისეთი ფილმი გავიყვანე, რომელსაც სპოილერივით გეტყვით და ამ ვიდეოში მხოლოდ ერთადერთი მარველის ფილმია, რომელიც 10-ულში მოხვდა. და ეს არის ფანტასტიკური 4-ულის პირველი ნაბიჯები. პედრო პასკალი მისტერ ფანტასტიკის როლში, რედ რიჩარდსის როლში, ყველაზე ჭკვიანი ადამიანის როლში, ყველაზე წევადი ადამიანის როლში. სიუ სტორმის როლში იქნება ვანესა კირბი. სამწუხაროა, რომ Invisible Woman-ი არის, ანუ უჩინარი ქალი. ანუ ხრება ხოლმე უფრო მეთხანს უნდა იყოს კინოეკრანებზე. ჯონი სტორმის როლში, სიუ სტორმის ძმა იქნება ჯოზეფ κουინი, ეს ტიპი, რომელსაც ცეცხლი წაეკიდება ხოლმე და ბენ გრიმი, იგივე ჩვენი The Thing იქნება იბონ მოს ბახრახი, ეგრე იკითხება ამის გვარი, რაღაც უცნაური გვარი აქვს. მაგრამ ხო, მოქმედება ხდება 60-იანი წლების ალტერნატიულ ნიუ-იორკში. ალტერნატიული რეალობა არის კიდევ ერთი მარველის სამყაროში, იმიტომ რომ როგორც ვიცით, მულტივერს საგა მიდის ახლა და მთავარი ბოროტმოქმედი იქნება galactus-ი. როგორც იქნა galactus-ი ჩვენს ეკრანებზე არის გამოსახული არა როგორც შავი კვამლი, არამედ როგორც კომიქსებში არის ხოლმე ესეთი დიდთავა, რაღაც ესეთი რქებიანი ტიპი. თან სელესტიალი არის. სელესტიალები უკვე ნახეთ მარველის სამყაროში. ან ტრეილერმა დიდად არაფერი არ გვაჩვენა და ფილმის ტონი როგორც დავინახეთ არის რაღაც ესეთი საოჯახო კომედიასა და ექშენ დრამას შორის რაღაც ნაზავი. და იმედია რომ კარგი იქნება. თან პედრო პასკალი ესეთი მსახიობი არის, რომ რიდ რიჩარდს მე მგონი ყველაზე კარგად ითამაშებს, ვისაც კი აქამდე უთამაშია, იმიტომ რომ როგორც ვიცით, რიდ რიჩარდსის რაღაც ვერსიები არიან ბოროტები. მაგალითად The Maker, ანუ ყველაზე ბოროტი ტიპი და პედრო პასკალმა ეს კარგად დაგვანახა, რომ შეუძლია ეს რაღაც მორალურად ამბიგიური პერსონაჟი ითამაშოს რა. ველოდები. წაიარს ჩემს მე-5 ადგილზე გავიყვანე რაიან კუგლერის და მაიკლ ბი ჯორდანის მე-5 კოლაბორაცია The Sinners. ცოდვილები. რატომ ქვია ფილმს ცოდვილები? ცოდვილები იმიტომ ქვია, რომ ძმები, რომლებიც ბრუნდებიან თავიანთ მშობლიურ ქალაქში, რომ თავიანთ ცხოვრება შეცვალონ, გადაიყრებიან რაღაც ბოროტებას, რომელიც ვამპირები აღმოჩნდება. ხო. და ცოდვილები ვამპირებს ქვიათ, ალბათ. ხო. მათთან ერთად ასევე ითამაშებს ჰეილი სტეინფილდი და ჯეკ ოკონელი, რომელიც ბოროტმოქმედი იქნება მთავარი, როგორც ჩანს, ანუ ტრეილერიდან ეგრეთ ჩანს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რასაც ხედავთ არის, რომ ეს იქნება dark horror ფილმი, რომელიც სადღაც 20-იანი წლების ამერიკულ რაღაც დასახლებაში არის. რა მოხდება კაცმა არ იცის. გარდა იმისა, რომ სისხლი ვამპირები და ეს ტომი განიანი, მაიკლ ბი ჯორდანი იქნებიან. ნახოთ, ეს ფილმიც კარგ ფულს აიღებს ჩემგან. მე-4 ადგილზე გავიდა Mission Impossible The Final Reckoning. ანუ შეუსრულებელი მისიის მერვე ნაწილი. მოკლედ 25 წლიანი ისტორიის დასასრული უნდა ვიხილოთ ჩვენ აი ამ ფილმით, რომელსაც ტომ კრუზი კიდევ თავისი ვიჟობებით ვთავაზობს, ისევ დარბის, ისევ რაღაცა არაადეკვატურ ტრუკებს აკეთებს, ეს 60+ კაცი. ანუ სად შეუძლია ეს ამდენი არ ვიცი, ანუ ეროდგები ხოლმე სკამიდან წელში ძლივს ვიმართები, რომ არ ამტკივდეს და ლოგინიდან როდგები ხოლმე ჭრაჭუნის ხმა ისმის არა ლოგინის, არამედ ჩემი. ხო და ეს ტიპი კიდე რეებს აკეთებს. როგორც მე-7 ფილმმა დაასეთაფა, ეს ფილმი იქნება ბოლო მისია. ხო და როგორც ტომ კრუზი ამბობს, რომ ამ ბოლოჯერაც მენდეთო ვენდობით და მე-4 ადგილზე ჩავსვით ამ სიაში. ფული წაიღე. მე-3 ადგილი. მე-3 ადგილზე ისეთი ფილმი გავიყვანე, რომელსაც ამის გარეშე ვერ ვიზავ. კაი, ხო, ვითომ რაღაცა ისეთი დაუკად, უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს. In a House in a Heartbeat, ვინც ვერ მიხვდით, ეს არის 28 დღის შემდეგ. კი არა და 28 წლის შემდეგ. 28 დღის შემდეგ ხო იყო? მე 28 თვის შემდეგ ხო იყო? და ეს არის 28 წლის შემდეგ. ოი, სანამ უკრავდი ეს დამჭირდა. კაი, შევცვლი ხოლმე, არა პრობლემა. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ვირუსული პანდემია დაიწყო, რომლითაც ხალხი უბრალოდ
გიჟდებოდნენ, ანუ რეიჯ ვირუსი იყო, ბრაზდებოდნენ, ერთმანეთს კბენდნენ, მერე ინფიცირდებოდნენ და შემდეგ ესე ვრცელდებოდა ერთმანეთს და გადადიოდა კაციდან კაცზე, ქალიდან ქალზე, კაციდან ქალზე, ქალიდან კაცზე ბავშვი ეს ყველა მოკლედ ყველაფერი დაინფიცირდა და ვინც არიან გადარჩენილები ეს ხალხი ცხოვრობენ პატარა კარანტინებში, პატარა დასახლებებში, სადაც ხო, ანუ ვირუსი არ არის. მაგრამ ზოგიერთმა რაღაცნაირად ადაპტაცია მოახდინა ისე, რომ ცხოვრობენ ინფიცირებულთა შორის, ისე რომ ეს ინფიცირებულები მათ არ დაძლებენ. ჩვენ ამ ფილმში ვნახავთ ისტორიას ერთი ესეთი პატარა დაჯგუფებისა, რომელიც ცხოვრობს ცალკე კუნძულზე, რომელიც დაკავშირებული არის მხოლოდ ერთი გზით დანარჩენ სამყაროსთან. მოკლედ, ერთი ესეთი ჯგუფი გადაწყვეტს, რომ გავიდეს ამ პატარა კარანტინის ზონიდან და აღმოაჩენენ, რომ 28 წლის განმავლობაში ამ ვირუსით დაინფიცირებულმა ტიპებმა განიცადეს მუტაცია, მაგრამ მარტო ამათ კი არა, ადამიანებმაც, ვინც მათ შორის ცხოვრობდნენ, ანუ ამ ინფიცირებულებს შორის ცხოვრობდნენ ჩხუბური ადამიანები, მათაც რაღაცნაირად მუტაციები განიცადეს. რა არის, როგორ არის, არ ვიცით, აზრი არ ვართ. ტრეილერი ისე დაჭრილი რომ ანუ გაინტერესებს რა მოხდება, თან რაღაცას განახებენ, მაგრამ თან არაფერს არ განახებენ. აი ზუსტად ესე უნდა იყოს ტრეილერი დაჭრილი. ისე რომ მად აღგიძლას და არაფერი არ განახოს, სანამ ფილმს არ ნახავ. არავითარი სპოილერი არ იყო აი ამ ტრეილერში, განსხვავებით სხვა ფილმების. ამ ფილმში ფულს გადავიხდი, კი არა, ტრეილერი ვინც დაჭრა იმ ტიპსაც ძალიან ბევრ ფულს მივცემ. ესეთი კარგად გაკეთებული ტრეილერი კაიხანია არ მინახავს. მეორე ადგილზე ესეთი ფილმი გავიყვანე, რომლის ტრეილერიც რომ ვნახე, აი რაღაცნაირად იმედი მომეცა, აი რაღაცნაირად კარგად დავიმუხტე. ბედნიერი ვიყავი იმ რამოდენიმე წუთით, ემოციურად ძალიან პოზიტიურად დამუხტა მოკლედ რა. ეს ფილმი არის არც მეტი არც ნაკლები ჯეიმს განის სუპერმენი. აი როგორც კი იმ ორიგინალი ჯონ უილიამსის საუნდტრეკის თანამედროვე ვერსია შემოვიდა, აი ესე დაამბურცგლა და ეხლა უბრალოდ ფიქრისგანაც წამოიწია ყავს დადგა თმები. მართლა საოცარი რაღაც იყო ეს ტრეილერი. და რო ვნახე, აი მან მივხვდი რომ ესეთი კარგი სუპერმენი ჯერ არ ყოფილა. ანუ შეიძლება ჰენრი კევილი არის როგორც ტიპაჟი, ანუ აი ღვთაება კაცი, ხო? ანუ შეხედავ და იტყვი რომ ვახნეტა ესეთი ვიყო და გოგოები კიდე ვახნეტა ესეთი ბიჭი მყავდესო იტყოდნენ, მაგრამ ხო, არა, სუპერმენი კი ეგეთი უნდა იყოს, მაგრამ კლარკ კენტი უნდა იყოს ისეთი ნერდი ტიპი, რომელიც აი ძალიან მოუხერხებელი არის, აჩეჩილი დადის, ზედმეტად დიდი ტანსაცმელიაც არის, მოკლედ როგორ უნდა იყოს ელეგანტური, აი ნერდი არის, სოფლელი ტიპი არის, კანზასიდან რაღაცა ესეთი ღმერთმა უწყის რა არის, აი ჩვენ ჯაპანა რო აიღო, აი მაგიდან ჯაპანელი ტიპი უნდა იყოს რა, იჩათვალე რა, ანუ შეხედე უბრალოდ, აი ეს არის კლარკ კენტი, ეს არის სუპერმენი. ანუ აი მარტო ამის გამო არის დეივიდ კორნსვეტი ალბათ საუკეთესო ტიპი, ვინც სუპერმენის როლზე გვინახავს. სუპერმენის გარდა ამ ფილმში ვნახავთ ნიკოლას ჰოლტის ლექს ლუთორს. ნიკოლას ჰოლტი კიდე ძალიან მაგარი მსახიობი არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს თმა გადაპარსული არც თუ ისე უხდება. მე უფრო მომიხდება თმა რო გადავიპარსონებოდი ვიდრე მაგას. ასევე ვნახავთ Green Lanterns, ონთან გაი გარდნერს ყველაზე, ესე რომ ვთქვათ, ჩათლახი Green Lantern-ი ვინც არის მაგას რა. ვნახავთ ასევე Mr. Terrifics, ვნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო პერსონაჟს, რომელიც გვანახეს და ჩემთვის ალბათ ყველაზე კარგი დანამატი სუპერმენის ოჯახისთვის იქნება კრიპტო. აი ეს ცუგა ნაცემ სუპერმენს რომ მიათრევს. ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეგვხვდება, რა თქმა უნდა, კვეთაც იქნება DC-ს კინოსამყაროსთან, ოღონდ ეს კინოსამყარო როგორც ვიცით, რომ სუპერმენით soft reboot-ს აკეთებენ, ხო, მოკლედ სუპერმენით აკეთებენ soft reboot-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ რაღაცეები, რაც მაქამდე მოხდა, ვითომ არ არსებობდა, მაგრამ რაღაცეები რჩება. მაგალითად, Suicide Squad-ის მეორე ნაწილი კანონიკური არის ასევე Creature Commando ამ ყველაფერთან მიმართებაში, მაგრამ ძველი DC-ის რაღაცეებიდან უმეტესობა აღარ იქნება კანონიკური. მოკლედ ეს არის DC სამყაროს ახალი დასაწყისი და ჯეიმს განის მეთაურობით ვნახოთ სად წავა და როგორ წავა. ჯერჯერობით რაც ვნახე ჯეიმს განისგან, ძალიან მომეწონა. Creature Commando თუ არ გინახავთ, აქვე ნახეთ. სუპერმენს კიდე აი მე პირადად აუცილებლად ერთი სამჯერ მაინც ვნახავ კინოთეატრში. ჩვევია ხოლმე ზოგადად ისეთი ფილმების ყურება, რომელიც ძალიან მომეწონება ხოლმე რამოდენიმეჯერ კინოთეატრში. ანუ აი უბრალოდ ტრეილერიდან ვგრძნობ, რომ ეგეთი იქნება. და კომიქსების მოყვარულებისთვისაც ხო აი ეგეთი ფილმი იქნება. სუპერმენს ალბათ პირველ ადგილზეც გავიყვანდი, მაგრამ ერთი ისეთი ფილმი არის, რომელმაც ჩემი ყურადღება აი აბსოლუტურად დაიპყრო. მაგრამ სანამ მაგ ფილმამდე გადავალთ, მანამდე მინდა რომ რამოდენიმე ღირსშესანიშნავი ფილმი თქვა, ანუ ისეთი ფილმი, რომელსაც აუცილებლად ვნახავ,
თქვენს გირჩევდით რომ ნახოთ, მაგრამ ათეულში ვერ მოვახვედრე, ან არ მოვახვედრე. მოდი დავიწყოთ. პირველი არის როგორ მოვარჯულოთ დრაკონი, როგორ გავუწვრთნათ დრაკონი, how to train your dragon მოკლედ. ანიმაცია ხო ნახეთ, ახლა ფილმად გაკეთდება რა. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ honorable mention-ებზე. მეორე ადგილზე Thunderbolts-ი, რომელიც რაღაცნაირად გვაბრუნებს აი Marvel-ის Avengers-ების პირველი Avengers-ები რატომაც იყო ესე რომ ვთქვათ, საყურებლად სახალისო, აი მაგ მოტივებს უბრუნდებიან რა, ისევ ფუძეს უბრუნდებიან რა. სახალისო action კომედია, action drama, აი რაღაც საშუალო რაღაც. action drama კომედია, ის რაღაც ესეთი ჟანრი იქნება ხო როგორც ჩანს. body action-ი უბრალოდ. შემდეგ ამ კვირაში გამოდის Captain America Brave New World. ამას ბევრს არ ვილაპარაკებ, Marvel-ის ფილმი არის. ჩემთვის ალბათ ყველაზე საინტერესო Predator Badlands. ანუ Predator-ის ფილმები ძალიან მიყვარს. ზოგადად Predator-ის და Alien-ის სამყარო ძალიან მიყვარს, მაგრამ ნუ ეს Badlands-ი უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ამ ფილმსაც აუცილებლად ნახავ, მით უმეტეს ბოლო Prey იყო რაღაცა, აი, ალბათ Predator-ის იდეალური ფილმი და Den of Thieves-ის მეორე ნაწილი, Pantera. ესეც აუცილებლად სანახავი ფილმი იქნება, ჩემი მოგზალებული აზრით. და მოდი გადავიდეთ პირველ ადგილზე. პირველ ადგილზე ბევრშიც ალბათ გასაკვირი იქნება რა ფილმი არის, მაგრამ ჩემთვის, რავი, დაუფიქრებლად, როგორც კი ტრეილერი ვნახე, თქვი რომ ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმი იქნება, რასაც წელს ვნახავ თქო. ეს არის ოსკაროსანი რეჟისორის Bong Joon-ho's Mickey 17. ხო, Mickey 17. ალბათ ბევრს პირველად გესმით. მოკლედ ეს არის ფილმი, სადაც ვნახავთ დედამიწიდან თავის დაღწევის სურვილით შეპყრობილი მიკი ბარნსის ისტორიას. საინტერესო ის არის, რომ ხო, ანუ ეს უბრალოდ კოსმოსური მოგზაურობა კი არ არის. მიკი თავის დაუნებურად ისეთ სამსახურზე მოაწერს ხელს, რომლის კეთებისასაც მოუწევს ბევრჯერ სიკვდილი. ხო, ანუ კვდება, შემდეგ მისი კლონი ჩნდება, მერე ის კვდება, მერე კიდევ ერთი კლონი ჩნდება და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ შეისწავლონ ახალი სამყარო, ნიფლჰაიმის სამყარო, სადაც მიდის ეს კოსმოსური ექსპლორაცია. და მიკი არის, ესე რომ ვთქვათ, საექსპერიმენტო ვირთხა. ტრეილერის პირველივე კადრებში ზუსტად ეგ ჩანს, რომ ჩადის თუ არა ნიფლჰაიმზე, აბა მიდი შეისუნთქე, რაც შეიძლება მეტი ვირუსი შეისუნთქეო და ხო, ნამდვილად ვირუსიანი აღმოჩნდება ის ატმოსფერო, სადაც მიკი არის და მოკვდება. და ესე ხდება. იქამდე სანამ მე-17 კლონი, ანუ მიკის მე-17 კლონი შემთხვევით ცოცხალი არ იქნება. ანუ ეგონებათ რომ მოკვდა, მაგრამ ცოცხალი არის და მე-17 და მე-18 მიკი ორივე ერთად ცხოვრობენ. რაც მთავარი არის ორივე კლონი ინარჩუნებს თავის მეხსიერებას, რაც მანამდე იყო უმეტესწილად. და უწევთ ამ ტრამვებთან ერთად ცხოვრება. ფილმში პატისონთან ერთად მონაწილეობს სტივენ იუნი, ეს თავი რო გაუჩეჩქვა ნიგანმა Walking Dead-ში და მარკ რაფალო, ანუ ჰალკი. ეს ორი ძალიან კაი მსახიობი იქნება მასთან ერთად, მაგრამ ნუ რაც მთავარი არის ის, რომ არის პარაზიტის რეჟისორისგან, ანუ ოსკაროსანი რეჟისორისგან გაკეთებული ფილმი და ძალიან კარგი სკრიპტით. Source material არის მიკი 7, რომელიც ნოველა იყო და ისე და ისე რეჟისორმა დაწერა screenplay და ამის მიხედვით ხდება ამ ნოველის ადაპტაცია. ჩემთვის ეს იყო ყველაზე საინტერესო ფილმი, რომელსაც 2025-ში უნდა ველოდე, რაც ძალიან ავსებული არის. ეხლა კი მაინტერესებს თქვენთვის რომელი არის ყველაზე საინტერესო ფილმი, დაწერთ კომენტარებში, გამოიწერეთ აუცილებლად არხი, იმიტომ რომ ესეთი კონტენტი ისე და ისე იქნება. ხო, მოკლედ სახლიდან გავაკეთებ კონტენტს, აღარავის აღარ დაველოდები არაფერში. მე თან გავაკეთებ, დავაედებ, დაუბრუნდები საფუძვლებს. მოკლედ, აი ესე. და რატო ვაპარაკობ ამდენს არ ვიცი, იმიტომ რომ ვიდეოს ენდინგი არასდროს არ გამიკეთებია. ნორმალურად. ნახვამდის. კარგად. cut. ანუ მე უნდა გავთიშოქ. წავიდეთ.